მისტერ ბესერი, ცივსისხლიანი ყასაბი. შემდეგი სიტყვა აღმოსავლეთი. პოლი, როგორი ამ სიტყვის მარწერა? აბა გამოიყენე წინადადებაში. აღმოსავლეთი. ლიტვაში მიწაჩების ფერმას აღმოსავლეთი ძლიერმა კარმა დაბერა და სხვარი ფარეხში შეყარა. თუმცა ამით არაფერი დაშავებულა, რადგან ეს მათი თავშესაფარი იყო. გმადლობ. მოიცადეთ, მე ჯერ არ დამიმთავრებია. გოჭებს რა უკვე აღმოსავლეთის კარმა არ გაინტერესებთ? შემდეგი სიტყვა კლიმატი. კლიმაქსი. გადვილია. შენი საქციელით ამაყოფა რა? დიახ, და შემიძლია წინადადებაშიც გამოვიყენო. მისის ბელინკოვას კლიმაქსი დაემართა. ვინი შენ ახლა იმდენი შეცდომა დაუშვი, რომ არ ვიცი რომლით დავიწყო. ბოდის ვიხდი მის გრევის, მისტერ ბესერი ვინის ახლავე თავის კაბინეტში იბარებს. ვინი? ხომ არ იცი კიდევ რა ჩაიდინე? მე ვიცი, ვინი მისტერ ბესერის მანქანაზე ცუდი სიტყვები დაწერა. საიდან იცი რომ მე დავწერე? საიდან თუ მანქანაში იჯდა როცა წერდი? სხვათა შორის იმ სიტყვაში შეცდომა დაუშვი. უნდა დაგეწერა გაწმინდე და არა გაწმინდნე. ზემოთ. არა. ძალიან ზევით არის. ქვემოთ. ასე ძალიან ქვევითაა. არა, კარგია. ქვემოთ. ასე ძალიან ქვევით მოგივიდა. ახლა კარგია. დიახ, გისმენთ? გამარჯობათ, მისტერ ბესერ. ის გრეივსი ვარ. სამწუხაროდ დღეს სკოლაში ვერ მოვალ. რა? თქვენ წარმოდგენას კი არა გაქვთ რა ძნელია შემსვლელის პოვნა. იმედია სერიოზული საპატიო მიზეზი გაქვთ გაკვეთილებს რომ აცდეთ. დიახ, გუშინ ექიმთან ვიყავი და მითხრა რომ ქალებს ხშირად არ შეწუხდეთ გამოჯანმრთელდით. რამდენიმე დღით შინ დარჩით დაისვენეთ მის გრეივს. გისმენთ? ალო, მისის მენდეზა ხართ მისტერ ბესერი გაწუხებთ 402 საკლასო ოთახისთვის შემსვლელი მასწავლებელი მიჭირდება. ეს რომელი საკლასო ოთახია? ვინი ნახდა რომ ზის? დიახ, ის არის. გაეტრიე ჩემი ოთახიდან. გისმენთ? მისის ვილერი ხართ, როგორც გავიგე ჩვენს უბანში ახლახან გადმოსულ ხართ და ჩვენს დაწერილ თემაზე შენი სახელი და გვარი პირველი რატომ მიაწერე? რა გამახარე? მე შენთვის სიკეთე მინდო და ფსიქოლოგიურად ხალხი მეორე გვარს უფრო კარგად იმახსოვრებს. აი ასია სიკეთე არ უნდა გააკეთო, არ დაგიფასდება. კარგი ამბავი მაქვს. მის გრეივსი ავადაა და შემსვლელი გვეყოლება. მე ამაში კარგი რა არის? მის გრეივსის გაკვეთილის გეგმას აიღებენ და ჯოგვიტარებენ გაკვეთილს. მის გრეივსის გაკვეთილის გეგმა თუ იპოვოს კი? მაგარი ხარ. მაგარია რა კარგია. ჩაიშალა. რა კარგია. კარგია. რა კარგია. დილამ შვიდობისა. აღმერთო. ეს რა დამემართეთ ნეტავ სად არის გაკვეთილის გეგმა? უკაცრავად. მორჩა, შენ გაყვედი. აღმერთო მიშველე სად არის ეს ხერი გეგმა? მის გრეივსი კარადაში ინახავს ხოლმე. იგემადლობთ ყმაწვილო. ცოტა უკანა მხარეს უნდა იყოს დამალული. კარგად იყავი ბებო. ნეტავ შესრულების დროს რომელი გამოშტერებული შემსვლელი მოიყვანეს? იჩქარეთ, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. შემოდით საკლასო ოთახში და ტვინია ამუშავეთ. აქ სადღაც გაკვეთილის გეგმა უნდა იყოს. კიდევ მერხებზე მოსწავლეთა განლაგების ცხრილიც მჭირდება. ცხრილი ვიპოვე. უკვე 1000 წელია სკოლაში ვასწავლი. გაკვეთილის გეგმა სულაც არ მჭირდება. საკუთარი თავითაც კარგად ვაზროვნებ. მე კი მეგონა ამით აზროვნებდა. მის გრეივს აქ ჩემი დაგვიანების მიზეზი წერია დედაჩემის ხელმოწერთ. ვის სად არის მის გრეივსი? როგორც ხედავ დღეს მას მევცვლი.
ძალიან მიხარია, იცით რატომ დავიგვიანე? წმინდა სტანისლავის დაბადების დღეს და დედა წვეულებისათვის 2000 შნიცელის მომზადებაში ვეხმარებოდი. მოხვდით წვეულებაზე? კარგი, საკმარისია შენი ერთგილი დაიკავე. ახლა ყველამ თვალები დაჭყიდეთ და ყურები დაცქვიტეთ. მათემატიკის საოცარ სამყაროში სამოგზაუროდ მოემზადეთ. მისტერ ბეზერ, ოთხშაბათობით პირველი გეოგრაფია გვაქვს ხოლმე? მართლა? აბა ვნახოთ სად არის გეოგრაფიის წიგნი. მის გრეივსი წიგნს არ იყენებს ხოლმე. მისტერ ბეზერ, ბავშვები რატომ სხედან? ხო, გეყოფა მითხარით რომელია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი. რა ადვილია? კარგი, აი შენ. Maryland. ბიბს ასეთი სახელი არ უხია. რატომაც არ ამას უხდება? მისტერ ბეზერ, ბავშვები რატომ სხედან? ჩო, აბა პასუხი მითხარი, Maryland. ხო, მაგრამ ქალბატონო ვიდა, ეს როგორ მოხდა? ლაბორატორიაში თქვენი მონაცემები არიათ. მის გრეივსის ნაცვლად, ვინმე მის გროუსის ტესტების შედეგები მოიტანეს. ავად ვინ არის მის გროუსი თუ მის გრეივსი? გროუსი ძალიან კარგი უბრალოდ შეშნელებაა. მოგცემ ცნობას, რომ ეს ჩვენი შეცდომაა და შეგიძლიათ სკოლაში გაკვეთილებსაც მიუსწროთ. იცით, მე მგონი დღეს სკოლაში აღარ დავბრუნდებით, თუმცა ცნობას ავიღებ. სხვა არაფერი იფიქროთ თუ შეიძლება, მაგრამ წინა დასვენების დღეებში სკოლაში დამატებითი გაკვეთილების ჩატარება მომიხდა. მასწავლებელთა სემინარებსაც დავესწარი და ესეც არ იყო შემცვლელი უკვე იპოვეს. ჩემი მისვლით მე მხოლოდ ხელს შევუშლი. ჯობია დასვენების დღე მოვიწყო და სახლში ბავშვების ნამუშევრები გავასწოროთ. კეთილი. ახლა კი ჩემი საყვარელი ქვეყნის ჯერი დადგა საფრანგეთთან კარგი მოგონებები მაკავშირებს ახალგაზრდობაში იქ ერთი თვე ვიცხოვრე და ძალიან კარგით რო გავატარე, ძალიან კარგი. მისტერ ბეზერ, ეს აფრიკაა. სპეციალურად გავაკეთე ეს მინდოდა შემოწმებინათ ყურადღებით მადევნებ თვალს თუ არა, თუ ხვდებით რომელ ქვეყანაზე მივუთითებ. მისტერ ბეზერ, აფრიკა ქვეყანა კი არაა, კონტინენტია. მისტერ ბეზერ, მე შეცდომა დაუშვა. იცი ჩემო კარგო, შენ ისე კარგად მეხმარები ვიფიქრე იქნებ ერთი სამსახურიც გამიწიო. მე ყოველთვის მოხარული ვარ სამსახური გაგიწიოთ, სერ. სანამ მე აქ გაკვეთილს ვატარებ, ჩემს კაბინეტში არავინ არის. წადი და ტელეფონზე თვალი გეჭიროს. ხო, წადი. ხო. რა მაგარია? მზად ვარ ტელეფონზე ორივე თვალი მეჭიროს, სერ. ორივე. მე კი ვიცი სად არის საფრანგეთი, მაგრამ მინდა რომ თქვენ გამოიცნოთ. აბა ბოლოს და ბოლოს ვინ გამოვა დაფასთან და ვინ მაჩვენებს სად არის ეს ქვეყანა. თილი, გამოდი. იჩიბუ, ერთი შენ, ერთი მე. დიახ, მისტერ ბეზერის ოფისია. დიახ, გეხმაროთ? მე მის მაგივრად ვარ, მოვიწმინეთ თუ შეიძლება. არა, აი, აქ არის საფრანგეთი. მის გრეივსმა თქვა, რომ მანდ იტალია. ვეყოფა გეოგრაფიის სწავლა, ახლა ყველანი დაღლილები ხარ და არასწორ პასუხებს იძლევით. მისტერ ბეზერ, თქვენი ძმა რეკავს და აინტერესებს როდის აპირებთ იმ $200 დაბრუნებას ხელოვნური რიტმის გადანერგვის დროს რომ ესესხეთ. ამბობს მე ბანკი არა ვარო. რაო, უთხარი რომ ეს თანხა მამა ჩვენი საფლავის ქვის საფასურში დამუქვითეთ და ყველა წვიმანზე აქ ნუ არ მოხვალ, გასაგებია? კეთილი სერ, ნუ თუ ხართ თქვენი გადანერგილი თმა მშვენივრად გამოიყურება. სკოლის დამთავრების შემდეგ იქვე ქალაქის კვლავლეთში ჩავაბარე, იმიტომ რომ ჩემმა მშობლებმა მთელი თავისი ფული საუკეთესო მოსამზადებელ სკოლაში ჩემი ძმის გასაგზავნად დახარჯეს და მე დიახ, გადავცემ. პედაგოგიური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სადაც ბიულეტენების გამოსაკრავი დაფის დეკორაციისთვის ყველა სახის ჟილდო დავიმსახურე, მე მიმიღე. ლიდია დათმა დაგირეკათ, თხოვა გადმომეცა რომ შაბათს ქვედა შეხვედრას აღარ აპირებს და კიდევ გთხოვათ რომ აღარ დაურეკოთ. ნურცენამი შეაწუხეთ და ნურცმის მეზობლებს. ნურცახში მიაკითხოთ და ნურც სამსახურში. ერთი წუთით კიდევ რეკავენ.
Ახლავე ბავშვი მიკროფონს. რა კარგია, ესე კი ინფორმაცია მოისმინეთ? შეწყვიტე ხმა მაღლა კითხვა. კეთილი თუ ასე გინდათ. მართლა. მაგრამ რადგან გესაუბრებით, მარტამ შემოიარა სასადილოდან და იკითხა სადილად რა შეუკვეთავთო. მე ახლა შუა გაკვეთილზე ვარ, შენ კი წარამარა, მეცადინეობას მაწყვეტინებ ჭკვიანი გოგო ხარ და თვითონ მიიღე გადაწყვეტილებები, თვითონ. დიახ, სერ. მე მისტერ ბესერს ვეძებ. დაბრუნდი, მისტერ ბესერმა თავისი ფუნქციების შესრულება მე დამავალა, მითხარი რა გინდა? კარგი. მისტრის გამწდენების სიავნა გადამეცა. გმადლობ. ალისონ ბიბერსი ავად არის? რაღაც არ მგონია. გუში მთელი დღე სკოლის ეზოში სახტუნაოდ იხტუნაობდა და მშვენივრადაც გამოიყურებოდა. საინტერესოა დედამისი ამჯერად რა მიზეზს მოიგონებს? ძალიან მაინტერესებს. წესიერად დადექი, შენ შესაძლოა მორიგეობ, ესე კი სკოლის სახე უნდა იყო, პერანგი გაისწორე. გაისწორე მეთქი. დამპაგალადახტი. არაფრის. შეცდომა. სამი ხმოვანი ერთად ეს ვინ დაწერა? ინინასტა, რა თქმა უნდა გაკვეთილების შემდეგ და არჩები. მეც სამი ხმოვანი დავწერე, იქნება ამით მაინც მიხვდეს რამეს. გული დავამთავრე. სკოლაში ხომ არ წავსულიყავი? ჯერ კიდევ მიუსწრებ გაკვეთილებს, სადამე კარგე ძვირფასო. დიდი ხანია ჩვენსკენ აღარ გამოგივლია. დიახ, დიდი ხანია. ჩერშვებულებაში ვიყავი მერე. კარგი, მოდიშობთ. ვიცი რომ შირლისთან იყავი და თმა იქ შეიჭერეთ. ბოლოს ყველა მაინც იონკერსელ ბერნისთან ბრუნდება. აბა მითხარით, რით შემიძლია დაგიხმაროთ? მითხარით. დიახ, შემისწორეთ თუ შეიძლება, ხუნთ არ დამიმოკლოთ. გასაგებია, გაკვეთილებიდან თავი დაეძვრინეთ, არა, ძირფასო? არა, რას ამბობთ? მთელი დღე ბავშვების ნაწერებს ვასწორებდი. ეხ, თქვენი დირექტორის თუ შემოინახეთ. იმ უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელიც მაშინ მოხდა, როცა ჩემი კოლეგები ყრილობიდან ბრუნდებოდნენ და რომელსაც მე ვერ დავესწარი, რადგან ჩემს ძმას მაგვიძარას დაყენება დაავიწყდა, ჩვენი განყოფილების გამგე გავხდი. გამოდის, რომ ერთი კაცის უბედურებას მეორე კაცის ბედნიერება მოაქვს. გაიღვიძეთ, სისხლის მიმოქცევისთვის რიტმული ვარჯიშია საჭირო, წამოხდით, აბა, წამოხდით. მოდით, მარიონეტები ვით ვიხტუნაოთ, ხელები და ფეხები აქეთ-იქით ვაქნიოთ. აი ასე. რას გაშეშებულ ხართ, მარიონეტებს კი არა, ხის მორებს გავხართ. ასე ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტ, უფრო მაღლა. არა, მერხებთან იხტუნავეთ, მაგარ ვიხარ, დაბრუნდით. ახლავე დაბრუნდით და შევდით. ჰეი, მომყევით მარიონეტებო! Piggy, Mary Ellen, თუ რა თქვიათ, ახლავე შეშევდით ახლავე. სწავლების პროცესი მომნატრებია, მასწავლებლობა კეთილშობილური პროფესია, მოსწავლეების პიროვნებად ჩამოყალიბება ხომ მეტად მნიშვნელოვანი საქმეა. ასეთი რა დავაშავეთ? რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ? ფეხები დამებუშდა. თუ კი ინანიებთ, რაც ჩაიდინეთ, შეგიძლიათ დაასხადეთ. მაგრამ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში გაკვეთილების შემდეგ დარჩებით. ნამდვილად მომნატრებია ბავშვთა მუშაობა. ფანტასტიკურად გამოიყურებით. მართალი ხართ, მშვენიერია და ეს ვერავინ მიხვდება, რომ თვა შევიჭერი. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდება. თქვენი გარუჯული სახე უფრო მიიქცეს ყურადღებას. დასულელური დღეა, ამ თემის დაწერა ხომ საერთოდ სისულელია. ყველაზე გამორჩეული ადამიანი, რომელიც კი ოდესმე შემხვედრია. არ შემიძლია. ჩემზე როგორც გამორჩეულ ადამიანზე ალბათ ბევრი ვინმე დაწერს თემას. დავხნა თავში მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი მომდის. სივსისხლიანი ყასაბი მისტერ ბესერი. გირჩევნია ფრთხილად იყო, მაგას რომ წაიკითხავს, კიდევ უფრო გაცოფდება. მისტერ ბესერს ამ თემის საკითხვის ისეთივე შანსი აქვს, როგორც მის გრეივსის გაკვეთილების გეგმის მიგნებას.
ლიდია დაცხოვე თუ შეიძლება. მისი ბიძაშვილი ვარ. საფრანგეთიდან. ძალიან ცუდი. აქ რა საკეთებ? მე მორიგე ვარ და მტვერს. გაგზელი ალბათ და გაინტერესებს ის ამბავი, რომ მის გრაებს დაურეკე და უთხარი. გაერკვია როდის და სად დაკარგა თავისი გაკუთილების გეგმა. ხელფასის მომატებას ითხოვს და არაფერი წესრიგში არ აქვს. რაღაც მოკიბა, მაგიტაზე დავტოვე და ალბათ ვინმე მაიღო. ხო და კიდევ რომ არ მომედავოსავდე კიდე თქვენი ნაწერები ჩანთაში ჩავიდე. აი, აქ მაქვს. ყველა აქ მაქვს. უკვე წაიკითხეთ. არა, სკოლის საქმეები მქონდა გასაკეთებელი. თქვენ თვითონ წამიკითხავთ, ხმა მაღლა. ასე აჯობებს. დიახ. სამაგიეროდ მე თავის ფალდო დამჩება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის, მაგრამ სამსახურია. იცი რომ უკვე 11 წელი აქ მუშაობთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი მუშაობის ხარისხი სულ უფრო და უფრო უარესდება. უკაცრავად ვერ გავიგე. აჰა, ძალიან მოძველებული მეთოდებით ასწავლით და საერთოდ თქვენი მეორე კლასელები პირდაპირ სკოლის სირცხვილია. როგორ მიბედავთ? ბოდიშ ვიხდი, მაგრამ მისტერ ბესერმა მე აქ თავის შემცვლელად დამტოვა. მე თქვენს ავტობიოგრაფიას გადავხედე და კარგად რომ ჩავუღბავდი, აი რა აღმოვაჩინე. ონტარიოში საუნივერსიტეტო კოლეჯი არ არსებობს. ეგ უნივერსიტეტი მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია. იცით, აი ქალთა კოლეჯი იყო და დაიხურა. აჰა. მისტერ ბესერს ხომ არ იტყვით? რა თქმა უნდა არა. მისტერ ბესერმა მთხოვა წვრილმანებით არ შევაწუხო. გმადლობთ. ასე რომ შეგიძლიათ თქვენი კარა და ახლავე დაწალოთ მისის ბელინკოვ. რა? სამწუხაროდ თქვენგვარად ამას ვერ გამოვთქვა, თქვენ გათავისუფლებული ხართ. თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. მე ჩემს პროფკავშირს დავურეკავთ. უგნებავთ თანასაზღვაობლოც დაურეკეთ, მაგით ვერ შემაშინებთ, თავისუფალი ხართ. ესეც ასე, ახლა კი მისტერ ბესერის ავტობიოგრაფიას გადავხედოთ. თუ შეიძლება სახისთვის მომეცეთ რამე გარუჯული ფერი რომ დავმალო. ახლავე მის გრეიბს? თქვენ მე მიცნობთ? რა თქმა უნდა, ჩემი შვილი თქვენს კლასშია. აუცილებლად გადავცე რომ დღეს გნახეთ. მის გრეიბს? ასე რომ ყველაზე გამორჩეული ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, დეიდა ჩემი ლუსილია. ბავშვობაში მას წითელი ხუჭუჭათმა ჰქონდა, გამუდმებით ლამაზი ტანსაცმელი ეცვა და ბურთსინათლის სიჩქარის სისწრაფით თამაშობდა. სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგო იყო. ყველა მას შენატროდა, ხშირად მოჰყავდათ მაგალითად და ამბობდნენ სწორედ ისეთი როგორც ლუსილიო. სულ ეს არის. ხოჩერ ხუთიანი. თქვენი სახელი? აჰო, ჩარლი. რა? არა მე? საკმარისია. ვინი? ახლა შენი ჯერია. არ შემიძლია ხმა დავეკარგა. ძალიან ცუდი. ესე იგი მე მომიწევს საკითხვა. დავიღუპე. შენს ბეისბოლის ხელთათმას ხომ დამიტოვებ? თემის ავტორია ვინი ნასტა. ყველაზე გამორჩეული ადამიანი, რომელიც ოდესმე შემხედრია. არის კაცი, რომელიც ლურჯ პიჯაკს და წითელ ჰალხს ფუქს ატარებს. შენ ჩემი ინტერესი უკვე გავიძე, სურვილი გამიჩნდა ბოლომდე წავიკითხო. არა, გთხოვთ, საუკეთესო ნაწილი უკვე თითქმის საკითხული გაქვთ. მე საინტერესო აღარ არის. რა, ძალიან დავინტერესდი ვიყავი, ხო? გავაგზავნოთ? აი აქ. ლურჯ პიჯაკს და წითელ ჰალხს ფუქს ატარებს და სახეზე გამუდმებით იდიოტის გამომეტყველება აქვს. გამგამობით ის პარკებში დაეხეტება და კატებს ატერორებს. მისი სახელია მისტერ ბიზერი, ცივსისხლიანი ყასაბი. ბიზერი? დიახ, ბიზერი, ბიზერი. რა? ვინი მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი უვიცია? იცით, ხმა დამიბრუნდა, მომეც ახლა მე წავიკითხავ. მისტერ ბიზერი ფოთეების მეფია თელ პლანეტაზე და იგი მუშაობს და კიდევ ბოილერის შესაკეთებლად უზარმაზარი თანხა მოითხოვეს, მაგ კომპანიისაგან თავის შორს დაიჭირეთ. ნამდვილი მძარცველები არიან. ადამიანი, რომლის სახელზეც კომპანია არეგისტრირებული, სინამდვილეში არ არსებობს. გმადლობ და კარგად იყავი. ლიდია ტატმა ისევ დარეკა და შემოგითვალათ, რომ აღარ დაურეკოთ, მის სახლს აღარ გადაუფრინოთ და არც პარაშუტი დაეშვათ მის ეზოში. ხო, ასე თქვა, დარეკვისას ხმის შეცვლაც აღარ უშველისო. კარგი, ამას მოგვიანებით განვიხილავ. დიდი მადლობა და ნახვამდის. არაფრის.
3 საათსა და 30 წუთზე შეხვედრა გაქვთ და სტუმრები უკვე აქ არიან. ჩვენ პრომკავშირიდან ვართ.